5 ქმედება, რომლითაც ტოქსიკურ ადამიანებს იზიდავ შენს ცხოვრებაში. შემდეგ კი ამის გამო ძალიან ბევრი ტკივილი და პრობლემა გაქვს. არ შეგიძლია თქვა არა, მაშინაც კი, როდესაც გთხოვენ გააკეთო ისეთი რაღაც, საკუთარ თავს ავალდებულებ, რომ ყოველთვის შეასრულოს სხვისი სურვილი. გეშინია, რომ იმედს გაუცრუებ და შენზე ცუდად იფიქრებენ. არ გაქვს შენი საზღვრები და თუ გაქვს, არ ხარ მათი ერთგული. ყოველთვის შეგიძლია გადააბიჯო შენს პრინციპებს, ღირებულებებს, საკუთარ თავს იმის გამო, რომ სხვა ადამიანი გააბედნიერო, მას შეუქმნა კომფორტი და მან თავი შენს გვერდით ცუდად არ იგრძნოს, მაგრამ შენ რომ თავს ცუდად გრძნობ, ამაზე პრობლემა არ გაქვს. ყოველთვის თავს იმართლებ, როდესაც რაღაცას შენს სასარგებლოდ აკეთებ. ან იტყვი იმას, რასაც ფიქრობ, გააკეთებ რაღაცას შენი თავისთვის და გგონია, რომ დამნაშავე ხარ, რის გამოც დაწვრილებით უხსნი ადამიანს თუ რატომ გააკეთე ის, რაც უბრალოდ გინდოდა რომ გაგეკეთებინა. ყოველთვის ამართლებ მათ საშინელ და უხამს ქმედებებს. შენ მათთვის იგივეს არასოდეს გააკეთებდი, მაგრამ როდესაც ისინი გამიზნულად გულს გტკენენ, მაინც გამართლებას უძებნი მათ ქმედებებს. და ბოლო, ყოველთვის გგონია, რომ შენ ვიღაც უნდა გადაარჩინო, ვიღაცის ცხოვრება შენ უნდა შეცვალო და საკუთარ თავს ავალდებულებ ამას. ანუ ფაქტობრივად ურთიერთობაში გაქვს მშობლის როლი მორგებული, ფსიქოლოგის ან უბრალოდ მხსნელის. და აი ამ როლიდან გამოსვლა ძალიან გიჭირს. თუ აი ამ პრინციპების მეშვეობით ურთიერთობ ადამიანებთან, მაშინ მზად უნდა იყო, რომ იქნები გამუდმებულ სტრესში და ტოქსიკური ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში არ გამოილევიან.